ჰაიაო 13 წლის იყო, როდესაც პირველად ნახა ანიმე. ლეგენდა თეთრ გველზე, ასე ერქვა მულტფილმს. ბიჭუნა ნანახით იმდენად მოიხიბლა, რომ ანიმეს მთავარი პერსონაჟი გოგო შეუყვარდა და გადაწყვიტა თავად შეექმნა ანიმაცია. 2014 წელს ჰაიაო სპეციალური ოსკარით დააჯილდოვეს. 私の家内がお前は幸運だとよく言います。 მიაძაკის ნებისმიერი ნაწარმოები მაყურებელს ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟება. პატარებისთვის ეს დაუვიწყარი, წარმოუდგენელი თავგადასავალია. უფროსები კი მიაძაკის ჯადოსნობის წყალობით ბავშვობაში ხელახლა ბრუნდებიან და კვლავ შეუძლიათ საკუთარი ოცნებები გაიხსენონ. მიაძაკის ანიმე მაყურებელს უანგარო მეგობრობას, ურთიერთდახმარებას, გარემოსთან ჰარმონიულ ცხოვრებასა და წრფელ სიყვარულს ასწავლის.